დედამიწა ერთადერთი პლანეტაა მზის სისტემაში, რომელზეც წარმოუდგენლად მრავალფეროვანი კლიმატური პირობებია. ოზონის დამცავიშრე, ოპტიმალური დაშორება მზიდან, ელექტრომაგნიტური ველი და დიდი რაოდენობით მტკნარი წყალი პლანეტაზე სიცოცხლის შენარჩუნებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. მაგრამ ბუნება დედამიწის ყველა წერტილში კომფორტული და მეგობრული არაა. ამ ეპიზოდში იმ ადგილებს გაჩვენებთ, სადაც ყველაზე ექსტრემალური ბუნებრივი პირობებია. ყინულისა და თოვლისგან დაფარულ ანტარქტიდაზე მაკმერდოს მშრალი ველი მდებარეობს. ეს ადგილი ჩვენს პლანეტაზე ყველაზე მშრალ ადგილად ითვლება. მილიონობით წელია, რაც ამ ადგილას არც თოვლი მოსულა და არც წვიმა. მშრალი ველის ფართობი 4800 კილომეტრის ტერიტორიას მოიცავს. ტემპერატურა ველზე -50 გრადუსამდე ეცემა, ხოლო წელიწადში 4 თვე იქ პოლარული ღამეებია. მისი განსაკუთრებული კლიმატური პირობების მიზეზი მთებია, რომლებიც ყინულს მდელოზე მოხვედრის საშუალებას არ აძლევს. ანტარქტიდის მშრალი ქარები კი მთაზე დაგროვილ თოვს სწრაფად ფანტავს. შეიძლება იფიქროთ, რომ ველზე არაფერი ცოცხლობს, მაგრამ ეს ასე არაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადგილას მდებარე წყალსაცავები ყინულით არიან დაფარულნი, მათში წყალმცენარეებსა და ბაქტერიებს შეხვდებით. საინტერესოა ისიც, რომ მარსის კლიმატური პირობები მშრალი ველის მსგავსია. ამიტომაც იქ წითელი პლანეტის შესასწავლი აპარატის ვიკინგის ცდები ტარდებოდა. ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სოფლის მაუსინრამის მაცხოვრებლები საკუთარი სახლების სახურავის იზოლაციისთვის ბალახს იყენებენ. ძლიერი წვიმები აქ იმდენად ხშირია, რომ იქ ტურისტებისთვის სპეციალური გამაფრთხილებელი ნიშანის დადგეს, რომელზეც მითითებულია, რომ ეს ადგილი ყველაზე ნესტიანი ადგილია დედამიწაზე. მაგრამ სოფლის მაცხოვრებელთა უმეტესობამ არ იცის, რომ ეს ადგილი მუდმივი წვიმების გამო გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი. წელიწადში აქ დაახლოებით 11871 მმ ნალექი მოდის. მოსახლეობა წვიმას დიდი ხნის წინ შეეგუა. ამიტომაც ისინი ქუჩებში მუდმივად გრძელი ქოლგებით დადიან. ასეთ ქოლგებს მოსახლეობა ბამბუკისა და ბანანის ფოთლებისგან ამზადებს. იქაურებისთვისაც კი მუდმივ წვიმაში ცხოვრება მარტივი არაა, რომ აღარაფერი უთქვათ იმ ტურისტებზე, რომლებიც სოფელში დიდხანს არასდროს რჩებიან. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ამ ადგილას მზიანი დღის მოლოდინი არავის აქვს. ანტარქტიდის სადგურის აღმოსავლეთის თავზე მზე ხშირად ანათებს, მაგრამ ის ძალიან ცოტა სითბოს გამოხობს. ეს ყველაზე ცივი ადგილია მსოფლიოში. სწორედ აქ დაფიქსირდა რეკორდულად დაბალი ტემპერატურა, რომელმაც -99.2 გრადუსი ცელსიუსი შეადგინა. მაგრამ ასეთ პირობებშიც კი ადამიანები აქ ცხოვრებაზე უარს არ ამბობენ. 1947 წელს აშენებულ სადგურზე მკვლევართა ჯგუფი ცხოვრობს. სადგური ეგრეთ წოდებულ სიცივის სამხრეთ პოლუსზე მდებარეობს. ხშირად ამ ადგილას ძლიერი ქარი ქრის. ადამიანები კი გადარჩენას მხოლოდ და მხოლოდ სადგურის დახმარებით ახერხებენ. ანდებში მდებარე სალარ-დე-უინი ყველაზე ბრტყელი ადგილია მსოფლიოში. მისი ფართობი 10000 კვადრატული კილომეტრია. ის ბოლივიაში, ანდების ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ტურისტებზე ის წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგანაც თითქოს ეს ადგილი ადამიანებისგან დამოუკიდებლად არსებობს. კლიმატური პირობების მიუხედავად, ეს რეგიონი უამრავი ცხოველისა თუ ფრინველის სახლია. მათ შორის არიან ვარდისფერი ფლამინგოები, ლამები, ალპაკები და შინშილები. თუ ქარში სიარული გიყვართ, მაშინ ანტარქტიდაზე მდებარე კომონველსის ყურე თქვენთვის ედგამოჭრილი ადგილი იქნება. კომონველსის სიგანე 48 კილომეტრია და ის ჩვენს პლანეტაზე ყველაზე ქარიან ადგილად ითვლება. გინესის რეკორდების წიგნი და კიდევ რამდენიმე გამოცემა ამ ადგილს ქარების დედოფალს უწოდებს. ხანდახან აქ ქარის სიჩქარე 240 კმ/სთ-ია, საშუალო წლიური სიჩქარე კი 80 კმ/სთ შეადგენს. და მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ფაუნის წარმომადგენლები თითქოს აქ ცხოვრებით კმაყოფილნი არიან, უმჯობესია ყურეში შესაფერისი მომზადების გარეშე არასდროს წახვიდეთ. უამრავი ადამიანი თვლის, რომ პლანეტის ყველაზე მაღალი ადგილი ევერესტია, მაგრამ რეალურად ეს ასე არაა. სინამდვილეში ეს ტიტული მთა ჩიმბორასოს ეკუთვნის, რომელიც ანდების ერთ-ერთ სტრატოვულკანს წარმოადგენს. ეკვატორის მაცხოვრებლების გარდა ამ ადგილის შესახებ ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის. მეცნიერული თვალსაზრისით ის ყველაზე მაღალი ადგილია მსოფლიოში. საქმე იმაშია, რომ რეალურად ჩვენს პლანეტას იდეალური ბურთის ფორმა არ აქვს. ის უფრო მეტად ელიფსოიდია. პოლუსებზე ის შედარებით ბრტყელია, ხოლო ეკვატორის რეგიონებში ფართოვდება. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ სიმაღლეს დედამიწის ცენტრიდან და არა ზღვის დონიდან გავზომავთ, ჩიმბორასოს და თოვლილი მწვერვალის სიმაღლე 6410 მეტრი იქნება. ამიტომაც ის ტექნიკურად ევერესტზე მაღალი გამოდის. ასე რომ მთის მწვერვალი კოსმოსთან ყველაზე ახლოსაა. ამიტომაც მას ექსტრემალები ხშირად სტუმრობენ. 2197 მეტრის სიღრმის კრუბერის მღვიმე წარსულში ჩვენს პლანეტაზე ყველაზე ღრმა გამოქვაბულად ითვლებოდა. მისი სიღრმის უკეთ აღსაქმელად წარმოიდგინეთ 7 ერთმანეთზე დადგმული აიფელის კოშკი. დაახლოებით ასეთია მისი სიღრმეც. ამიტომაც კრუბერის ხშირად გამოქვაბულების ევერესტს უწოდებენ. შესაძლოა არ იცოდეთ, მაგრამ ის საქართველოში, კერძოდ კი აფხაზეთში მდებარეობს. გამოქვაბული 1960 წელს აღმოაჩინეს. ეტაპობრივად მკვლევარები სიღრმეში უფრო და უფრო მეტად ჩადიოდნენ და 2001 წლისთვის მას მსოფლიოს ყველაზე ღრმა მღვიმის სტატუსი მიენიჭა. მსოფლიო რეკორდსმენი ის 2017 წლამდე იყო, მაგრამ იმ წელს ვერიოკინის გამოქვაბულიც აღმოაჩინეს, რომელიც ასევე აფხაზეთში მდებარეობს. 2017-2018 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად მისი სიღრმე 2212 მეტრია, რაც კრუბერის გამოქვაბულს 15 მეტრით აღემატება.
მცირე ზომის ქალაქი ვერხოიანსკი ოფიციალურად ყველაზე ცივი კლიმატის მქონე დასახლებული პუნქტია. ქალაქი 1638 წელს დაარსდა. იმ დროს ამ ადგილას აჯანყების მონაწილეებს გზავნიდნენ. დღეისათვის ქალაქის მოსახლეობას 1100 ადამიანი შეადგენს და ეს გასაკვირი არაა, რადგანაც ასეთ მკაცრ პირობებში ცხოვრებისთვის ყველა მზად ვერ იქნება. ისტორიულად ყველაზე დაბალი ტემპერატურა ვერხოიანსკში -67.7 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა. რაც შეეხება ყველაზე ცხელ ადგილს, უამრავი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს მექსიკის ქალაქი სან-ლუის რიო კოლორადოა. ქალაქის ადგილას ოდესღაც უდაბნო იყო. დღეისათვის ქალაქთან ახლოს მნიშვნელოვანი პორტი მდებარეობს. სან-ლუისის მოსახლეობა 192,000 ადამიანია. იქ რბილი ზამთარი და ძალიან ცხელი ზაფხულია. 1952 წლის ივნისში ქალაქში ტემპერატურამ 52 გრადუსს მიაღწია, რაც რეკორდულ მაჩვენებლად ითვლება, მაგრამ ქალაქის მოსახლეობა ამბობს, რომ ეს მაქსიმუმი არ ყოფილა. მათი თქმით, 1962 წლის ივლისში თერმომეტრებზე 58.5 გრადუსი დაფიქსირდა. მეცნიერთა უმეტესობა ყველაზე ცხელი ქალაქის სტატუსს ეჭვის ქვეშ აყენებს. მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიხედვით, ოფიციალურად ყველაზე ცხელ ქალაქად ბანგკოკი ითვლება არა მისი მაქსიმალური ერთჯერადი ტემპერატურის, არამედ წლიური საშუალო ტემპერატურის გამო. საშუალო წლიური ტემპერატურა ქალაქში 29 გრადუსია. სახელი სიკვდილის ხეობა შესაძლოა ძალიან გადამეტებულად ჟღერდეს, მაგრამ ხეობა, რომელიც მოჰავის უდაბნოში მდებარეობს, ასეთ სახელს ნამდვილად იმსახურებს. ხეობაში თქვენ უამრავი საფრთხე დაგხვდებათ. იქ უამრავი შხამიანი გველი, ობობა და მორიელია, მაგრამ ამ ხეობაში ყველაზე დიდ საფრთხეს ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურა წარმოადგენს. 1913 წელს დაფიქსირებულმა ტემპერატურამ ჩრდილში 56.7 გრადუსი შეადგინა. ზედაპირის ტემპერატურა კი ხანდახან 93 გრადუსსაც აღემატება. რა თქმა უნდა, ასეთი პირობების გამო ხეობაში მუდმივი გვალვაა. ისინი ვინც რისკავენ და ხეობის დათვალიერებას ახერხებენ, სხვა ექსტრემალებს ურჩევენ, რომ მათთან დიდი რაოდენობით წყალი იქონიონ და დღის საათებში მზეზე არ იარონ. ისეთი სიმპტომების გამოვლენის დროს, როგორებიცაა თავბრუსხვევა, გულისრევა და თავის ტკივილი, ტურისტმა იქაურობა აუცილებლად უნდა დატოვოს, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი შესაძლოა ფატალურად დასრულდეს. მკვდარი ზღვის სანაპირო ზღვის დონიდან 417.5 მეტრით დაბლა მდებარეობს. ამიტომაც ის მსოფლიოში ყველაზე დაბალი ადგილია. სიგრძეში ზღვა 67 კილომეტრია, ხოლო მისი მაქსიმალური სიგანე 18 კილომეტრს შეადგენს. მარილის მაღალი კონცენტრაციის მიუხედავად, მკვდარი ზღვის წყალს სხვადასხვა მიზნით იყენებენ. ამბობენ, რომ ეს წყალი სასარგებლო თვისებების მატარებელია და მას დაავადებებისგან განკურნება შეუძლია. კომენტარებში დაგვიწერეთ, თქვენ რომელ ქალაქში ან სოფელში ცხოვრობთ და რით გამოირჩევა ის სხვა ადგილებისგან. თუ მოგეწონათ ვიდეო, არხის გამოწერაც არ დაგავიწყდეთ.